იცით მეგობრებო, რამდენ ლარს გართმევთ სახელმწიფო თქვენ და თქვენს ოჯახს ყოველწლიურად? აი დაახლოებით მაინც 30,000. დიახ მეგობრებო, საშუალო სტატისტიკური ერთი ოჯახიდან სახელმწიფოს მიაქვს 30,000 ლარი. თქვენი თქვენ საიდან როგორ მე მათთვის არაფერი არ მიმიცია, საქმეს ამაშია. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თქვენ ეს ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ რეალობაში თუ თქვენი ხელფასი 1000 ლარი არის, უბრალოდ თუ 1000 ლარი გერიცხებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად თქვენი ხელფასი 1250 ლარი არის, მაგრამ 250 ლარს სახელმწიფო გაჭრით. თუ ამ 1000 ლარის შემდეგ დახარჯავთ უბრალოდ მხოლოდ სურსათში, აქედან კიდე დამატებით 180 ლარს წაგართმევთ სახელმწიფო, იმიტომ რომ ყველაფერში რასაც ყიდულობთ, დევს DGG 18%-იანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერში რასაც ყიდულობთ, იმის ღირებულებიდან 18% მიაქვს სახელმწიფოს. თუ თქვენ ავტომობილი გყავთ და შესაბამისად ბენზინს ასხავთ, თუ თქვენ სვამთ სასმელებს და რა მნიშვნელობა ალკოჰოლურს თუ გამაგრილებელს, აქაც კიდე დამატებით ემატება აქციზის გადასახადი. აღარაფერს ვამბობ სიგარეტზე, სადაც როგორც ვიცით, ნახევარი ფაქტობრივად ღირებულებიდან არის სახელმწიფო გადასახადი და მიაქვს სახელმწიფოს. ახლა კიდე თუ თქვენ მობილური ტელეფონის მფლობელი ხართ, ალბათ თქვენს მოგდით SMS-ები 112-ის ეგრეთ წოდებული გადასახადის ჩამოჭრის შესახებ. ჯამში სახელმწიფო დაახლოებით 27 მილიარდ ლარს აგროვებს ჩვენგან, ჩვენი ჯიბიდან ამოაქვს რეალურად და ამას ხარჯავს ისე, როგორც მოუნდება ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას, ისე რომ არაფერს გვეკითხება რეალურად ჩვენ, ქართულ ხალხს.